ახალი კანონით ქალებს ავღანეთში ეკრძალებათ სახლის ფანჯარაში გამოჩენა. წარმოიდგინე იმის გამო დაგსაჯო, რომ სუფთა ჰაერით ჩასუნთქვა მოგინდა, ფანჯარა გააღე და ვიღაც კაცმა დაგინახა. ჩვენთვის ეს სიგიჟეა, მაგრამ ავღანელი ქალებისთვის რეალობაა. და მაინც, რატომ შემოიღეს ეს აბსურდული კანონი? ავღანეთში ქალი ცდონებასთან ასოცირდება და მისი უფლებები მაქსიმალურად შეზღუდულია. ავღანეთში ქალად რომ დაბადებულიყავი, აკრძალული გექნებოდა. სკოლაში სიარული 11 წლიდან, ქუჩაში კაცის გარეშე სიარული, მუშაობა და ქუჩაში სხვა ქალებთან საუბარიც კი. ანუ, თუ ქალი ხარ, შენი ოჯახის წევრის გარდა სხვა კაცმა არ უნდა იცოდეს როგორი ხმა გაქვს, რადგან შეიძლება შენი ხმით ცდუნდეს. და ვინ იღებს ამ კანონებს? ან რატომ აქვთ ამის უფლება? ეს ყველა აკრძალვა ქალებისთვის ავღანეთში დააწესეს თალიბებმა, რომლებიც ქვეყანას 2021 წლიდან მართავენ. ქალების ჩაგვრა მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. ქალებისთვის ხმის წართმევით მათ მოსახლეობის ნახევარი უბრალოდ გააჩვენეს. თალიბანი ამტკიცებს, რომ ყველა ეს კანონი, რომელიც მიიღეს, მათი რელიგიური წიგნით, ანუ ყურანით დაშვებულია. თუმცა უამრავი მუსლიმი მკვლევარი ამბობს, რომ არაფერი მსგავსი ყურანში არ წერია. ანუ თალიბანი განზრახ ამახინჯებს ისლამურ ღირებულებებს და იყენებს მათ ქალების ჩაგვრისთვის. და ისე შენ როგორ ფიქრობ, სქესის გამო აკრძალვების დაწესება სამართლიანია? დაგვიწერე კომენტარებში.